კაბინეტს პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, სიახლე მე მგონი არაფერი არ არის. შესაბამისად არის იგივე მინისტრთა კაბინეტი, რაც იყო 1 წლის უკან. შეფასებას რაც შეეხება ამ 1 წლის განმავლობაში მე მგონი ახალი არაფერი არ მომხდარა და პირიქით. ანუ უფრო მეტი პრობლემა არის დღეს საქართველოში, ვიდრე იყო თუნდაც 1 წლის უკან. ანუ ამ მინისტრთა კაბინეტის მუშაობა მე მგონი ამ 1 წლის განმავლობაში გამოჩნდა. შესაბამისად მე პირადად არ ველოდები რაღაც სიახლეს მარტივად რო ვთქვათ, იმ გამოწვევებს, რომელი გამოწვევებით დღეს საქართველოს წინაშე დგას, მე არ მგონია, რომ ეს მინისტრთა კაბინეტი გაუმკლავდეს. ეს არ არის კარგი, რა თქმა უნდა, და არავისთვის კარგი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ და არ მგონია მიდგომა მინისტრების მიმართ არჩევის წესიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ხედავთ, რომ ვიღაცა ნათლისავია, ვიღაცა ნათლულია, ვიღაცა მეგობარი არის. ამ კრიტერიუმით შერჩევა მინისტრთა კაბინეტის არ მგონია, რომ სწორია. დანარჩენს რო გვანახავს. მართული გუნდისთვის კვლავ აქტუალური არის პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი. მინდა გითხრათ, უკვე როგორც ყოფილ გუბერნატორის იმერეთის, რამდენად მნიშვნელოვანი არის იქ თვითონ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარლამენტის ქუთაისში ყოფნა, რა სარგებელს აძლევს დაუშვათ იმერეთს და ზოგადად იმერეთს და კონკრეტულად ქუთაისს. და რამდენად მოახერხებს მართული გუნდი ამ იდეის გატანას, ამ საკითხის გატანას? მარტივად რო ვთქვათ, არა მარტო ქუთაისისთვის, პარლამენტის დატვირთვა მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის, იმერეთისთვის განსაკუთრებით ძალიან დიდი მნიშვნელობაა. ყველანაირ ასპექტში, მაგრამ ეკონომიკური კუთხით, პოლიტიკური კუთხით, ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხდება გარკვეული დეცენტრალიზაცია პოლიტიკური ძალაუფლების. რეგიონალური გადანაწილება ხდება და ძალიან მარტივი მაჩვენებლები არსებობს მაგალითისთვის ქუთაისისთვის. სადაც პარლამენტის არსებობა უზრუნველყოფს პირდაპირ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას, შემოსავალს და უკეთეს ცხოვრებას. და ის არგუმენტაცია, რაც არსებობდა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან თუ რატო უნდა იქნას პარლამენტი გადატანილი, მე ვთვლი, რომ ამას გულწრფელად ვამბობ, ძალიან შეურაცხყოფელი არის იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის და ჩვენი მოქალაქეების ის რომ პარლამენტის წევრს თურმე უჭირს სიარული და უფრო კომფორტულად არის სახლში, ანუ მის პირად კომფორტზეა საუბარი, რომ მაგალითად იქ წყალი არ მოდისო ერთმა დეპუტატმა თქვა კვირაში 2 თუ 3 ჯერ. იმის მაგალითად რომ იფიქრო, რომ წყალი როგორ უნდა მოდიოდეს 24 საათის განმავლობაში, ამის მაგალითად ჩათვალეს, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ის სახლში იქნებოდა. და ძალიან ბევრი ასეთი შეფასება გაკეთდა, ისიც კი მოვისმინეთ, რომ ქუთაისი შეიძლება იყოს საპარკო ქალაქი მაგალითად და ეს შეიძლება იყოს მისთვის წარმატების გზა. ანუ ახლა ეს რაღაცა აბსურდები არსებობს. მე მგონი უდაო არის ის, რომ იმერეთისთვის, დასავლეთი საქართველოსთვის იმის გათვალისწინებით თუ ბათუმის, ანაკლის აშენებისთვის, პორტის, ახალი პორტის შენობისთვის, ანუ ამ კომპლექსურად გადამის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პარლამენტი და ქუთაისი როგორც საპარლამენტო დედაქალაქი. რაც შეეხება გადატანას, ეხლა უფრო რთული იქნება მათთვის, რაც ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში, აქამდე თუ აკლდათ 2 თუ 3 ხმა, ახლა დაჭირდებათ 13 ხმა. მე პირადად მგონია, რომ ეს შეუძლებელი იქნება. და კიდევ ერთი თავი რაც არის, რომ შეიძლება კითხვა იყოს ასეთი, რომ 1 წელი გავიდა, ხო, რაც პარლამენტი გადატანილი. ანუ რა ეკონომიკური ბენეფიტია ამითი ქუთაისისთვის, იმერეთისთვის არის, მაგრამ არა ისეთი, როგორც უნდა იყოს. და ამის მიზეზი არის მხოლოდ ერთი რამე, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება და მართველი გუნდი ამბობს, რომ ეს პარლამენტი უნდა გადავიტანოთ, შესაბამისად ის თავის ფუნქციას ეკონომიკური კუთხით ვერ შეასრულებს. ანუ იმას, რომ იქ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს, უფრო მეტი რამე გაიხსნას, როდესაც საფრთხე არის იმის, რომ ეს პარლამენტი ხვალ შეიძლება აღარ იყოს, თავისთავად ამას ერიდება კერძო სექტორი, ბიზნესი, რაღაც გარკვეული ინვესტიციების განხორციელებასაც. ეს თემა როგორც კი დამთავრდება, რომ გადადის თუ არ გადმოდის პარლამენტი, მე ვწმინდობ, რომ უფრო ესე ვთქვათ, ხელშესახები შედეგები იქნება დადებითი კუთხით. ეს შეფანა ნაძალაძის რაიონსაც დაინიშნეთ. ნაძალაძის რაიონზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს ქუთაისის პარლამენტი. დიახ, პირადად თქვენ თუ გაეცანით იქ არსებულ პრობლემატიკას უკვე და როგორ წარმოგიდგენიათ იგივე საკრებულოსთან თანამშრომლობა, მართულ გუნდთან თანამშრომლობა, ძალიან ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ არის ზეწოლები ადგილობრივ თვითმმართველობაზე და მათ შორის თბილისის მერიაზე, ხო? რაც შეეხება თანამშრომლობას,
იმერეთის გუბერნატორი როცა გახდით, პრობლემას მე ვხედავდი მაგალითად გამგებლებთან თანამშრომლობის, რომლებიც არ იყვნენ მაგალითად ანოცნების, კოალიციის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები. ორად უნდა გაიმიჯნოს ეს საქმე, ესე მგონია მე. ერთი არის ის კონკრეტული ფუნქციები, როგორც სახელმწიფო და საჯარო მოხელეების გვევალება და მეორე არის ჩვენი პარტიული გემოვნება და ჩვენი პარტიული საქმიანობა. პირველი რაც არის გამგებლის ნაძალადებზე მაქვს საუბარი, გამგებლის ფუნქცია ეს არის იმ ბიუჯეტით, რომელსაც წარადგენს მერია და დაამტკიცებს საკრებულო, ამ ასიგნებების და ამ პროგრამების ფარგლებში განახორციელო ეს. ანუ აქ თავისთავად პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს, აქ უფრო შეიძლება ითქვას ასე ვთქვათ, რომ კარგი მენეჯერის ფუნქციას უნდა ასრულებდეს ადამიანი. პრობლემები ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ ხა დღევანდელი თბილისი განსხვავდება 3, 4, 5 წლის და მით უმეტეს 9-10 წლის წინანდელ თბილისისგან, ნაძალადევის რაიონი არის ერთ-ერთი ჩემს აზრით, რასაც მე ხა უყურებ, ერთ-ერთი პრობლემური რაიონი, ანუ გულისხმობ თვითონ ნახალოვკას მაგალითად ძალიან დიდი პრობლემა არის საკუთარი სახლების, რომელიც დაზიანებულია, 20-30 წლის სახლები არის, რომელიც ინგრევა, შესაბამისად მათ რეაბილიტაციაც კითხვის ტექნიკური თვალსაზრისით შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშაც იდგეს, მაგრამ იმიტომ რომ ეს არის კერძო საკუთრება, სახელმწიფოს და თვითმმართველობის მონაწილეობაც კანონით შეიძლება შეზღუდული არის. ანუ ამ კუთხითაც ბევრი არის საფიქრი. სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, გამგეობას ძირითადად სხვა ფუნქცია ამ კუთხით არ აქვს, გარდა სოციალური საკითხებისა, კულტურულიც თავისთავად. თავარი ამოცანა მაინც არის მე მგონია, რომ ამ ეტაპზე 2014 წლის ბიუჯეტის მონახაზები უკვე არსებობს, პროექტი არსებობს, რომელიც საკრებულოშია შესული. ამ ბიუჯეტში აქტიური მონაწილეობის მიღება არის, ფორმირებას გულისხმობ, იმიტომ რომ ეს კიდე რამდენიმე ეტაპი არის საკრებულოში გასავლელი და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თეთრი რაც იქნება ამ ბიუჯეტით გამოყოფილი, რომ სწორად მოხმარდეს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც დგას ახლა მაგალითად ნაძალადევის რაიონში, მთლიანობაში. და ამ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება სწორად იყოს ინფორმირებული, თუ რა კომპეტენცია გააჩნია თვითმმართველობას და რა შეუძლია მას გაუკეთოს და თვითმმართველობა და მათ შორის გამგეობა იყოს მონდომებული იმისთვის, რომ მათთან ერთად არა მარტო თავის შეხედულებით, არამედ მოსახლეობასთან ერთად უპასუხოს იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც არის. ძირითადი საკითხები ეს არის ხა დღესდღეობით ჩვენ. და ერთი კითხვაც რამდენიმე თვეში არის კიდევ ერთი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები, თუ არის ჩამოყალიბებული უკვე ნაციონალური მოძრაობა, ვინ წარმოადგენს ქალაქის მერის არჩევნებზე თქვენს გუნდს, იქნება თქვენი კანდიდატი, თუ ბიზნეს სჯელობა და თუ არა, როდესთვის დაიწყება ამას. კი ბატონო, რაც შეეხება კანდიდატის წარდგენას, მოგეხსენებათ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში, პარტიაში, ამ შემთხვევაში, მის სტრუქტურაში ძალიან ბევრი რამე ახალი არის, ბევრი რამე იცვლება. ეხა ფორმირების პროცესში ვართ, შეიძლება ესე ითქვას. ახალი ფუნქციით გვაქვს დღეს პოლიტსაბჭო, რომელიც მთავარი ორგანო არის, რომელიც იღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სტრუქტურულად ვანვახლებთ პარტიას და როგორც გითხარით, პოლიტსაბჭო მიიღებს თავისთავად, ანუ ერთობლივი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა საარჩევნო დონეზე, ან პრაიმერის მეშვეობით, ან პოლიტსაბჭოს მეშვეობით, ვინ იქნება კანდიდატები, სია როგორი იქნება. ჩემი პირადი აზრი არის, რომ ამასაც უცვლელად მინდა გითხრათ, რომ მოქმედი მერი, მე ვთვლი, რომ იგი უგულავა ძალიან ბევრი რამე გააკეთა ამ ქალაქისთვის და არის ამ ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ იყოს კონკურენტუნარიანი თუნდაც არჩევნებში, მაგრამ საბოლოო ჯამში ვინ იქნება მერის კანდიდატი ჩვენი მხრიდან, ვინ იქნება საკრებულოში პირველი ნომერი, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა ჩვენი მხრიდან და სია, ამას თავისთავად დრო უნდა, ეს არ არის კოლექტიური გადაწყვეტილება იქნება ამაზე მისაღები და ძალიან მალე ალბათ როცა გავიგებთ, ჯერ პირველ რიგში უფრო უკრიანი იქნება, რომ გავიგებთ, რომ როგორი საარჩევნო სისტემა გვაქვს, ხელისუფლება თუ ჩამოყალიბდება თუ რანაირი თვითმმართველობა წარმოუდგენია მას, ამას როცა გავარკვევთ და გავარკვევთ არჩევნები როდის არის, შესაბამისად ნაციონალურ მოძრაობაც ერთი რაც შემიძლია დაამდვილებით გითხრათ, რომ ნაციონალურ მოძრაობა აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას მხოლოდ იმიტომ, რომ მონაწილეობისთვის ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ვიყოთ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ძალა ამ თვითმმართველობის არჩევნებში. ან დავაკომპლექტ ტექნიკურად კანდიდატურა კვალიფიკაცია განხილული გუნდში. რა თქმა უნდა. გუნდის შიგნით და
გუნდი მიიჩნევს და თვლის, რომ გიგი უგულავას ძალიან დიდი ცვლილება მიუძღვნით ზოგადად როგორც ნაციონალური მოძრაობის, როგორც ქვეყნის, ასევე თბილისის განვითარებაში და გიგი უგულავას მერობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები გაკეთდა ქალაქ თბილისში. შეგვიძლია